პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამის შესახებ პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სტეფან იაროვსკიმ განაცხადა. ქვეყნის მასშტაბით 25,000-ზე მეტი საარჩევნო უბანი ზუსტად 8 საათზე გაიხსნა. საარჩევნო სიებში 30 მილიონზე მეტი ამორჩეველია შეყვანილი. სერიოზული დარღვევების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვის შედეგებში საპრეზიდენტო პარტია გრაჟდანსკაია პლატფორმას ლიდერი ბრონისლავ კომოროვსკი ლიდერობს, თუმცა პოლონური პრესა მას მხოლოდ ხმების 50% უწინასწარმეტყველებს. შემდეგ კი ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის ტყუპის ცალი-ძმა იაროსლავ კაჩინსკი მოდის. წინასწარ გამოკითხვებში მან ხმების 33% მიიღო. პოლონური პრესა წერს, რომ მას შემდეგ, რაც კაჩინსკიმ საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო, კომოროვსკის მხარდამჭერების რაოდენობა შემცირდა. პოლონეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში 10 კანდიდატი იყრისკენს. პოლონეთის პრეზიდენტ საქართველოში მცხოვრები პოლონელებიც ირჩევენ. პოლონეთის საელჩოში საარჩევნო უბანი დილის 6 საათზე გაიხსნა. ამ დროისათვის საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა საქართველოში პოლონეთის ელჩმა ურშულა დოროშევსკიმ და საქართველოში ევროკავშირის მისიის პოლონელმა თანამშრომლებმა. თბილისში 77, ბათუმში კი 8 პოლონელი ამორჩეველია რეგისტრირებული. საარჩევნო უბანი საღამოს 8 საათზე დაიხურება. ეხლა ზაფხულია და უამრავი ხალხი გასულია ქვეყნიდან დასასვენებლად. იმისათვის, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, არის საარჩევნო ოლქები ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ჩვენ 31 მილიონი ამომრჩეველი გვყავს. საქართველოში დარეგისტრირებულია 77 ადამიანი. 50-ზე მეტმა პოლონეთის მოქალაქემ არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო. ჩვენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას წარმოვადგენთ. დღეს აქ არჩევნებს ვაკვირდებით. ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები წარმატებულად ჩაივლის და მომხდარი ტრაგედიის შემდეგ პოლონეთს წარმატებას და სიკეთეს მოუტანს. რას ველოდები არჩევნების შემდეგ? ველოდებით, რომ ნორმალური სიტუაცია იყოს, სტაბილურობა და რომ არ იყოს კონფლიქტები. სულ ეს არის. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფისას პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ტრაგიკული დაღუპვის გამო ტარდება. თვითმფრინავში, რომელმაც რუსეთში ქალაქ სმოლენსკთან ახლოს ავიაკატასტროფა განიცადა, პოლონეთის პრეზიდენტი და პოლონეთის მაღალჩინოსანი პირები იმყოფებოდნენ. სამთავრობო თვითმფრინავი ტუას 54-ით 122 ადამიანი მგზავრობდა, ყველა მათგანი დაიღუპა. ლეხ კაჩინსკი პოლონეთის ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად რეპრესიების შედეგად დაღუპულ პოლონელთა მემორიალის მოსანახულებლად ვიფრინავდა. თვითმფრინავში ასევე იმყოფებოდა და პრეზიდენტის მეუღლე მარია კაჩინსკაია. დღეს კი თბილისში რუსთაველი საზოგადოების ორგანიზებით ლეხ კაჩინსკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. პანკისის ხეობა წუხელ ძლიერმა წვიმამ მნიშვნელოვნად დააზარალა. მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დადგურა. წყალმა წაიღო შინაური ფრინველები და წვრილფეხა საქონელი. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და საუბნო გზები. შუაღამისას მოსახლეობა სახლებში შევარდნილმა წყალმა პანიკაში ჩაადგო. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები, რომლებსაც მოსახლეობა სტიქიის ზონიდან გამოყავთ. ახმეტის რაიონის ხელმძღვანელობა დილიდან პანკისის ხეობაში იმყოფება. რაიონის გამგეობაში შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელიც ზარალს ითვლის. ამ დროისათვის პანკისში აღარ წვიმს. ეხლა ჩვენმა წამოვიდა, მაშინ იქნება საშიშროება, თუ ჩვენმა აღარ წამოვიდა, მაგრამ მაშინ საშიშროება აღარ არის. ეხლა უკვე აღარ აწვიმს და კაი ამინდია და დაზარალებული ეხლა ადამიანები არ არიან, მაგრამ პირუტყვი ეს ფრინველი დაეხოცა ბევრ სახლები დაეტყორა, მთელი ეს ეზოები და ყველაფერი წყალმა წაიღო. უმეტეს ხელმძღვანელობა აქ არის, რაც ტექნიკა მოყავთ, თუ ტექნიკა არ მოიყვანეს და არ გაიწმინდა, ესე უკვე მართლა დიდი საშიშროება იქნება და ეხლა ტექნიკას ელოდებიან და მთელი ახმეტის მთავრობა აქ არის. მესტიის რაიონში კი გამოიდარა, თუმცა ჭუბერის თემში შემავალი 11 სოფელი კვლავ გარესამყაროსაა მოწყვეტილი. როგორც ცნობილია, სოფლებში ადიდებულმა მდინარე მგზები და ხიდები წაიღო. მესტიაში არსებულ მდგომარეობის შესახებ რაიონის გამგრებელი გოჩა ჭელიძე ტელეფონით საუბრობს. და დღეს საგზაო დეპარტამენტი იწყებს მუშაობას და უახლოეს ხანებში ვიწყებთ გზების აღდგენას, მასშტაბურ აღდგენას.
ახლა ვწვიდათ საკვების საკითხს უახლოეს დღეებში შევა საკვები, რომელიც მათ სჭირდება პირველ რიგში ფქვილი. ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება სამინისტროში არ ადასტურებენ. მაესტროსთან სატელეფონო საუბარში სამინისტრო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ მინისტრი ჯერ ისევ ასრულებს თავის მოვალეობას, თუმცა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ საკადრო ცვლილება მომავალ კვირას განხორციელდეს. ხათუნა ოჩიაური კი ადასტურებს ინფორმაციას ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ამ საკითხზე ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა პოლიტმეტრში განაცხადა. მისი თქმით, მინისტრის გათავისუფლება შესაძლოა უკავშირდებოდეს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის დაბალტემპს. რატომ მოიხსნა ეკონომიკის მინისტრი თუ კი წარმატება იყო ამ სფეროში მიღწეული? იცით რა შეასაქმე, მე ვერ გეტყვით ახლა ნამდვილად არ ვარ ახლა ესე კონკრეტულად ინფორმირებული რატომ და რა მიზეზით შეიძლება აქ რა ვიცი მრავალი მიზეზი ყოფილიყო, მაგრამ შეიძლება პრეზიდენტისთვის რაღაც ტემპი არ იყო დამაკმაყოფილებელი და კიდე მეტ ტემპს ითხოვს თქვა ინვესტიციების მოზიდვისა. მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი მიზეზი ეს შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ რომ სხვა მხრივ ზურაბ პოლოლიკაშვილი მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს საკმაოდ მაღალი აზრი აქვს და შესაძლებელია მას არ ქონდა რა ვიცი რაღაც საშუალება, რომ უფრო აქტიურად მოეზიდა ინვესტიციები საქართველოში. ეკონომიკური განვითარების მინისტრის გათავისუფლებას დეპუტატებიც ადასტურებენ პირად საუბრებში, რომლის შემსვლელადაც კანადიდან ჩამოყვანილი დევნილი ქართველი ვერა ქობალია სახელდება. ასანიშნავია ის გარემოება, რომ საპარლამენტო კულუარებში ვერა ქობალიას მანამდე აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელად მოიაზრებდნენ და მისით გია ბარამიას ჩანაცვლებას აპირებდნენ, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერა ქობალიამ ეს თანამდებობა დაიწუნა და მისი დანიშვნა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გადაწყდა. ინტერპრეს ნიუსის ინფორმაციით დეპუტატები ოფიციალურად უკვე ადასტურებენ, რომ ვერა ქობალია ეკონომიკის მინისტრის პოსტს ჩაიბარებს. დანარჩენ სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი დეპუტატებს არ სურთ, თუმცა მედიაში აქტიურად განიხილება პრემიერ-მინისტრის დიმიტრი შაშკინის შეცვლის, ხოლო ნიკა გილაურის ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელად გადაყვანის საკითხი. ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამინისტროში გახშირებული კორუფციული ფაქტების გამო მინისტრის პოსტს დატოვებს გარემოს დაცვის მინისტრი გოჩა ხაჩიძე. მომავალ კვირას სამთავრობო კარუსელი მხოლოდ ერთ მინისტრსაც რომ შეეღოს, მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი უკვე პარლამენტში უნდა შევიდეს. რის შედეგადაც მთავრობის კანონმდებლებისთვის ახალი სამოქმედო გეგმის წარდგენაც მოუწევს.